ჩვენმა განამხმა ჯგუფმა დღეს კრის ბოტსა და ლიზა ფიშერთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ისინი დროს რეპორტერთან ინტერვიუში გუშინდელ კონცერტს აფასებენ და იმ ემოციებზე საუბრობენ, რომელიც ქართული პუბლიკისაგან მიიღეს. მათ თამთა მეგრელიძე ესაუბრა და დეტალებით იცახა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. თამთა დიახ ნინო, დაახლოებით 1 საათის წინ მოგვეცა ჩვენ საშუალება, რომ გავსაუბრებოდით კრის ბოტის რამდენიმე შეკითხვა დაგვესვა მისთვის, რომელმაც სიამოვნებით უპასუხა ჩვენ შეკითხვას. კრის ბოტი განსაკუთრებული აღთქმანებით საუბრობდა გუშინდელ კონცერტზე, მან თქვა, რომ ეს შოუ იყო ერთ-ერთი დაუვიწყარი მის ცხოვრებაში და ასევე ეს განსაკუთრებული აღტაცება და ემოცია გამოიწვია აქ დამსწრე პუბლიკამ, რომლის ემოციაც იყო მთელი 2 საათის განმავლობაში, შოუს განმავლობაში იყო დაუსრულებელი ყველა მის მუსიკაზე, რომელიც მათთვის იყო ნაცნობი, ისინი ყვებოდნენ, მათთვის იყო საოცრად ახლობელი ეს მუსიკა და კრის ბოტის ეს განსაკუთრებით დაამახსოვრდა. ცნობილმა ვარსკვლავმა ასევე კომენტარი გააკეთა 10 წლის ლუკა ნაკაიძეზე, რომელიც გახდა ის ერთადერთი ბედნიერი ადამიანი, ვისაც წილად ხვდა, რომ სცენაზე ასულიყო კრის ბოტისთან და მას მიეცა საშუალება, რომ დასარტყამ ინსტრუმენტზე დაეკრა. კრის ბოტიმ აღნიშნა, რომ მას შეხვდა ლუკა ნაკაიძე შეხვდა შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე და მან აღნიშნა, რომ მისი ასეთ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ის განსაკუთრებულად სათუთად ებყრობა პატარა ასაკიდან ადამიანის მიჩვევას გემოვნებიან მუსიკაზე და იგი ყოველთვის ცდილობს იმას, რომ პატარა ბავშვებმა, პატარა ასაკის ადამიანებმა მოისმინონ ის, რაც არის არადროებითი, არამედ რაც მუდმივია და ეს არის მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა. It was magical for me, and we ყველაფერი დაახტოვანებული აუდიტორიის, რომელიც საოცრად ემოციურად დახევა setting was beautiful. სცენის განლაგება და გაფორმება ასევე არაჩვეულებრივი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დაუვიწყარი კონცერტი. Great night. We're in the afterglow, having a great time. Well, I met him just before the show because he's Lucas, რომელიც მე სცენაზე ავიყვანე, მას გუშინ შევხვდი შოუს დაწყებამდე. რადგან იგი ჩემი მეგობრის ძმისშვილია. მე მას მივეცი სცენაზე ასვლის შესაძლებლობა. We've been promoting kids in music and getting young people to be interested in something that's more long-lasting. And music is something like that, rather than the internet or something like that, we just kind of... კრის ბოტის შემდეგ ჩვენ შევძელით გასაუბრება ლიზა ფიშერთან, რომელმაც ასევე დაუვიწყარი შოუ დადგა გუშინ პიაცას მოედანზე. დამეთანხმება ალბათ ყველა ის ადამიანი, 2500 ადამიანი, რომელიც გუშინ პიაცას მოედანზე იმყოფებოდა, ასევე ისინი, ვისაც საშუალება მიეცა, რომ ტელეკრანის საშუალებით თვალი ედევნებინა ლიზა ფიშერისა და კრის ბოტის შოუსათვის, რომელიც მართლაც იყო დაუვიწყარი და ეს აღნიშნა თავად ლიზა ფიშერმაც, რომელმაც ასე თქვა, რომ ეს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა მასაც ასევე ემოცია, რომელიც მას აქ დახვდა და ამ ემოციამ აიძულა ის მას გაუჩინა ძალიან დიდი სურვილი, რომ აქ კიდევ ერთხელ დაბრუნდეს და ლიზა ფიშერმა ასევე ისაუბრა, რომ მას განსაკუთრებულად მოიწონა სცენის გაფორმება, დეკორაცია, რომელიც მას აქ დახვდა და მისთვის ასეთ შოუები არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, როგორც ლიზა ფიშერმა აღნიშნა ჩვენთან საუბარში, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური ღირებულება. So excited to be here. We rehearsed with მართლაც მაგიური ღამე იყო. შოუ, რომელიც აქ დაიდგა, ჩემთვის დაუვიწყარი იყო. განსაკუთრებით დაუმახსოვრდა ადამიანების აღტაცებული სახეები. სიამოვნება, რომელიც მათ მუსიკისგან მიიღეს. ლამაზი შოუ იყო. ლამაზი და განსაკუთრებული. ჩემთვის ასეთი შოუ ხშირად უფრო მნიშვნელოვანია და ემოციურად დაჭრილი, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური ღირებულება. დიდი მადლობა ამ ქალაქს. დიდი მადლობა ქართულ მსმენელს, რომელმაც დაგვიტოვა აქ დაბრუნების საოცარი სურვილი. კრის ბოტი და მისი ბენდის რამდენიმე წევრი, რომელიც გუშინ შოუში მონაწილეობდნენ, კვლავ ბათუმში არიან, რჩებიან ისინი დაგეგმილზე, უფრო დიდხანს აღშენ, როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს და გადაწყვიტეს ბათუმის დაცვალიერება, განსხვავებით სტინგისგან, რომელმაც ჩვენი ქალაქი დღეს დილით 11 საათზე დატოვა.